სამეგრელოში დღეიდან მოსახლეობის საყოველთაო აღწერის მოსამზადებელი სამუშაოები იწყება. 14 დღის განმავლობაში საქსტატის მიერ მომზადებული 350 რეგისტრატორი ზუგდიდის, აბაშის, მარტვილის, ჩხოროწყუს, წალენჯიხისა და ხობის მუნიციპალიტეტებში, ასევე ფოთში თითოეული დასახლების მიხედვით შენობებისა და მათში ფაქტიურად მცხოვრები ოჯახების სიებში ადგენს. საყოველთაო აღწერის მოსამზადებელი სამუშაოები უკვე ჩატარდა აჭარის, გურიის, კახეთის რეგიონებსა და თბილისში. ოჯახების სიების შედგენა 20 თებერვლიდან გაგრძელდება შიდა ქართლისა და მცხეთა მთიანეთის, მარტში სამცხე-ჯავახეთისა და ქვემო ქართლის რეგიონებში, ხოლო აპრილში პირველი ეტაპი იმერეთის რეგიონით დასრულდება. საყოველთაო აღწერის მოსამზადებელ სამუშაოებზე სულ 4000 ადამიანი დასახლდება. მოსახლეობის საყოველთაო აღწერა კი მოსამზადებელი სამუშაოების დასრულების შემდეგ 2014 წლის 5 და 19 ნოემბრის ჩათვლით ჩატარდება. ამ მიზნისთვის შეირჩევა 15000 ადამიანი, რომელიც მოსახლეობას სპეციალური კითხვარების მეშვეობით გამოგითხავს. მოუწოდებთ მოქალაქეებს, რომ საქსტატის წარმომადგენლების მისვლის შემთხვევაში უპასუხონ იმ ორ კითხვას, რასაც ისინი დაუსვამენ. ეს ძალიან მნიშვნელოვანია იმისათვის, რომ სათანადოდ მოვემზადოთ მოსახლეობის აღწერისთვის, რომელიც 2014 წლის ნოემბერში ჩატარდება და მიზნად ისახავს საქართველოს მოსახლეობასთან მიმართებაში დავადგინოთ ყველა სოციალ-ეკონომიკური პარამეტრები და შესაბამისად დაიგეგმოს ქვეყნის ეკონომიკური პოლიტიკა. საქსტატის თანამშრომლები შემოივლიან კარ-და-კარ სამეგრელოს რეგიონის თითოეულ ოჯახს. გამონაკლისს წარმოადგენს მხოლოდ სენაკის მუნიციპალიტეტი, რადგან სენაკის მუნიციპალიტეტში აღნიშნული სამუშაოები ჩატარდა რამდენიმე წლის წინ და შესაბამისად ჩვენი თანამშრომლები დასვამენ სულ ორ კითხვას. და რა ხდება უცხოეთში, სირიაში დროებითი ზავის მესამე დღეს კვლავ სროლის ხმა ისმის ცეცხლი გაეროს